არა, ბატონ დიმიტრის უნდა დაუსვათ. ამ ადამიანს ყველაზე მეტად ესმის ჩემი. ყოველთვის. ერთი წამი თუ შეიძლება ბატონ დიმიტრისთან გადავალ ეხა მე შეკითხვით, ჩაგენაცვნენ თუ არა პატრიოტები, პატრიოტთა ალიანსი თქვენს პოლიტიკურ ჯგუფს. რუსეთთან დიალოგის მოთხოვნის აუცილებლობით. მადლობა რომ მომეცა შესაძლებლობა. მადლობა თქვენ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. თქვენს მიერ დასმულ კითხვას გავცე პასუხი. პირველ რიგში მინდა დავაფიქსიროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეული მონაწილის მიმართ. იმასაც ვხედავ რომ ჟურნალისტები ხართ უმრავლესობაში და იმედი მაქვს რომ მეტი ობიექტურობის განცდა დარჩება ჩვენ საზოგადოებას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით რომლის გარშემოც მოგვიწევს მსჯელობა. რა თქმა უნდა, საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, არ არის სახუმარო საკითხი, არ არის საქილიკო საკითხი, ეს არის თემა, რომელშიც უნდა იყოს ერთიანი ეროვნული კონსენსუსი და აქ ორი აზრი არ არსებობს. საქართველოს იმყოფება ფაქტობრივი ოკუპაციის ქვეშ, ოკუპაცია ღრმავდება, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით დეოკუპაციის ელემენტარული კონტურები შექმნას, კონცეფციისა მეტიც ჩვენ ვიხილეთ არაერთი გამომსვლელი სახელმწიფო გამომსვლელი არ მინდა ხა დაკონკრეტება და პერსონიფიცირება და ძალიან ელემენტარულ კითხვებთან დაკავშირებითაც კი ისინი მზად არ არიან იმდენად ჩამოუყალიბებელია მათი სტრატეგია რუსეთთან დაკავშირებით. განსხვავებით ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერისგან და ქალბატონ ნინო ბურჯანაძეზე აქცენტით დაიწყეთ თქვენ შეკითხვა და მე უფლება არ მაქვს რომ ამითივე არ გავაგრძელო პასუხი. ბუნებრივია ქალბატონ ნინო ბურჯანაძე არის ის სოლიდური პოლიტიკოსი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ჩვენ მდგომარეობაში ყოფი ქვეყნის პირობებში შეიტანოს ძალიან მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო წვლილი სწორედ აი ამ რუტინის განხლართვაში, რომელშიც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც წინა ხელისუფლება, ისე დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც სახელისუფლებო სკამები დაიკავა სწორედ ორი პირობის აღსრულების, ასე ვთქვათ, დანაპირებით, როგორც იყო საგარეო პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით და რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში ოკუპაციის საკითხს უნდა გულისხმობდეს და მეორე სამართლიანი სამართლებრივი გარემოს აღდგენა, რაზეც დღეს მე არ ვისაუბრებ გამომდინარე ჩვენი თემატიკიდან და აქაც ნათელია რომ ძალიან ბევრი საკითხი არის პასუხგაუცემელი. ჩვენ კოლაბორაციას შევეხეთ, ბატონმა ირაკლიმ კოლაბორაციონიზმის საკითხი ახსენა და თქვა რომ უკვე საზოგადოება დაბნეულია ვინ კოლაბორაციაშია, ვინ რას აკეთებს. კი ბატონო, მე ვეთანხმები ბატონ ირაკლის ამ საკითხში. თუმცა არ მჯერა, როცა ამბობენ რომ საზოგადოებრივი მეხსიერება არის მოკლე. გამომდინარე იქიდან რომ ქალბატონი ჩერგოლეიშვილი, რომელიც საუბრობდა გაუპატიურების ჯგუფური გაუპატიურების მცდელობის მუქარასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალბატონის მისამართით მალევე ივიწყებს ალბათ იმას, თუ რა დღეში ამყოფებდა მისი მეუღლის რწმუნების ქვეშ არსებული პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს წლების განმავლობაში. და არც აქ გავაგრძელებ წიაღსვლას, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. უბრალოდ ბატონ ირაკლის შევახსენებ, რომ 2008 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ბატონ ირაკლი შეადგენდა 1,130 მილიონ ლარს და ასეთი ბიუჯეტის პირობებში, რომლის 1/10 იყო 92 წელს დაწყებული ომის პირობებში საქართველოს ბიუჯეტი. ქართველმა ვაჟკაცებმა, ჩვენმა მეომრებმა, რაინდებმა გაძლეს წელიწადზე მეტი ერთი თვით ბრძოლაში რუსებთან. ბრძოლაში კაზაკებთან, ბრძოლაში დაქირავებულ ძალებთან, ადიღეელებთან, ჩერკეზებთან, ჩეჩნებთან და ასე შემდეგ. ზუსტად მაგას არ ვივიწყებ მე, როცა ჩემ გამოსვლაში. და როდესაც კოლაბორაციაზეა საუბარი, მე გეტყვით, როგორც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემსწავლელი კომისიის ის წევრი, რომელიც ძალიან ბევრ საიდუმლო ინფორმაციას ფლობს, რომელიც ითხოვს ამ საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დიალოგის დაწყებას, რა თქმა უნდა, შესაბამის რეჟიმში. მაგრამ რომელიც ვერ აღწევს ამას. მაგრამ რის თქმის უფლებაც მაქვს, იმას ეხლავე გეტყვით საჯაროდ სრულიად სახალხოდ. ის რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან ორ თვეში საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან განახორციელა მთელი რიგი ეკონომიკური პრეფერენციებისა, რომელიც პირველ რიგში გულისხმობდა სწორედ ენგურხესთან დადებულ მემორანდუმს, შემდგომში უკვე 2 წლის შემდგომ ეს ყველაფერი გადავიდა, გახსოვთ თქვენ, სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლასთან დაკავშირებულ დასტურზე, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური საზღვრები გადმოწია ფსოუდან ენგურზე და როკიდან გორში და ამის შემოქმედი იყო სწორედ აი ქალბატონის მეუღლე, რომელიც წეღან საუბრობდა
მოგზაურობდა ქალბატონი ინგას აქ არ არის გადაცემის ეხლა დასაწყისში. უხერხულია მასზე. მისი მეუღლე ბატონი გიგა ბოკერია. დიახ, ეს არის ზუსტად კოლაბორაცია. ის რომ საქართველოს ენერგოგენერაციის ობიექტების 92%-ს განაგებდნენ რუსული კომპანიები და დიახ, თქვენ ერთხელ თქვით და მინდა დღეს დაგეთანხმოთ. 3 თვის წინ ნათქვამზე, როდესაც რუსული ბიზნესების მიმართ სრულიად ლოიალურია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება და არ არის მხედველობაში მიღებული ის, რომ ფაქტობრივ ოკუპაციას ყოველთვის უნდა პასუხობდე ადეკვატური ნაბიჯებით. არა, ერთი წუთით. საინფორმაციო პოლიტიკის არარსებობა. ეს არ არის განა დანაშაული დღევანდელი ხელისუფლებისა. 3 პირიდან 2 ჩემი მეგობარია, გიორგი ცქვიტავა, ჟურნალისტი, ირაკლი ალადაშვილი, ჟურნალისტი და ბატონი კობა ლიკლიკაძე. ეს 3 ადამიანის კისერზე იყო ჩამოკიდებული ქართული საინფორმაციო პოლიტიკის გამსაზღვრელი ანტიპროპაგანდა, ანტირუსული პროპაგანდა. ქართული ჯარი გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც ყოფილი ხელმძღვანელი საზოგადოებრივ მაუწყებლის და სხვა შორის ბატონი გიასგან ხელი ეწყობოდა ამ აქტივის გადაცემებს და მინდა მადლობა გადაუხადო მას. 2 წელია დაიხურა ქართული ჯარი გიორგი ცქვიტავასი. კვირაში ერთხელ გამოდის კვირის პალიტრა და ჟურნალი არსენალი თვეში ერთხელ. ირაკლი ალადაშვილი, რომელიც თავისი პატრიოტული სულიდან გამომდინარე ცდილობს, რომ ახალგაზრდებს გააზიარებინოს ქართული ჯარის მნიშვნელობა. კობა ლიკლიკაძე, რომელიც ერთ-ერთ რადიო სადგურში მაუწყებლობს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. ანუ რა დიდი ბოდიშის მოხდით რა. აი კოლაბორაცია. დიახ, დღევანდელი ხელისუფლება იმაშიც ვეთანხმები აქ გამომსვლელებს, ვინც თქვა, რომ პატრიოტთა ალიანსი იძულებული იყო გადაერგა ის ნაბიჯი, რომელსაც არ ახორციელებს და ახლო მომავალში მოჩანს არაპირებს განახორციელოს ხელისუფლება. შეუძლებელია ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის განკითხვა ამ პრობლემებს. ბოდიშს დავასრულებ ზუსტად ერთ ფრაზაში. პატრიოტთა ალიანსს ყავთ, მე არა ვარ მათი ადვოკატი, მაგრამ სამართლიანობისა გამო უნდა აღინიშნოს, მათ ყავთ თავისი ამორჩეველი. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან თავისი ამორჩეველის წინაშე. თუ მათ ჩათვალეს, რომ მათი ამორჩეველი მოითხოვდა მათგან, როგორც უმცირესი წარმომადგენლებისგან საქართველოს პარლამენტისა, რომ ყინული დაეძრათ და მაგალითი მიეცათ ხელისუფლებისთვის, მათ ეს დიახ უნდა განახორციელოს. მადლობა დიდი. მე ლაშასთან და ნიკასთან უნდა გადავიდე ახლა კითხვებით. თქვენ თუ ხედავთ ლაშას საფრთხეებს მომძლავრებულ რუსულ პროპაგანდას